ერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ კიევზე რუსების იერიშით უკმაყოფილოა დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკა სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებს, რუსეთი კი რაკეტებს უშვებს. ეს არ მომეწონა, უკმაყოფილო ვარ, განაცხადა პრეზიდენტმა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთზე ომის დასასრულებლად დიდ ზეწოლას ახდენს. პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ მისი მიზანი ომის დასრულებაა და იმედს გამოთქვამს ამას მალე მიაღწევს. დონალდ ტრამპი დიდ დათმობად მიიჩნევს მთლიანი უკრაინის დაპყრობის შეჩერებასაც. კრიმთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ ნახევარკუნძულის დაბრუნება უკრაინისთვის რთული იქნება. თამარ ჭავჭავაძე აგრძელებს თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გუშინ გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, რომელშიც ის ვლადიმერ პუტინს იერიშების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, კიევის დაბომბვას ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისასაც გამოეხმაურა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ძალიან უკმაყოფილოა, რადგან იმ დროს, როდესაც ამერიკელები სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რუსები რაკეტებს ისვრიან. თუმცა დონალდ ტრამპი მაინც დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინს მშვიდობა სურს. მისი თქმით, უახლოესი დღეები გადამწყვეტი იქნება. შეერთებული შტატების პრეზიდენტს ოვალურ კაბინეტში გამართულ ბრიფინგზე შეკითხვა დაუსვეს რუსეთისა და უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დათმობებზეც. მან განაცხადა, რომ უკრაინის სრული დაკავების შეჩერება უკვე დიდი დათმობაა. მე მუშაობდი პრეზიდენტ პუტინთან, როცა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი ვიყავი და შევწყვიტე მისი აზრების კითხვის მცდელობა. ვნახავთ რა იქნება, მაგრამ ახლა რაც მაგიდაზედებს, ვფიქრობ უკრაინელები ნამდვილად თამაშობენ ბურთს და ბურთი ახლა აშკარად რუსების მინდორზეა. ნატოში ყველა ვთანხმდებით, რომ რუსეთი არის ხანგრძლივი საფრთხე ნატოს ტერიტორიისთვის, მთელი ევროატლანტიკური ტერიტორიისთვის. ლონდონის შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები უკრაინის საკითხზე ამ დღეებშიც გაგრძელდება. უკვე მოსკოვში იმყოფება დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელი სტივ ვიტკოფი, რომელიც გავრცელებული ცნობით დღეს შესაძლოა ვლადიმერ პუტინს შეხვდეს დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის განსახილველად. მისი თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში ნახევარი საათის წინ დაეშვა. ეს ვიტკოფის რიგით მეოთხე ვიზიტი იქნება რუსეთში. ხოლო შესაძლოა დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართოს ორივე ვატიკანში, რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩადის.